ხედავთ მზეა. სასეირნოდ ვარ პარკში გამოსული და უბრალოდ მინდოდა რომ ჩემთან ერთად წავამეყვანეთ. დიდი ხანია თან არ ჩამწერია მგონი ესეთი ვიდეო გაატარეთ ერთი დღე ჩემთან ან რას ვაკეთებ. ამიტომ სანამ შემდეგ ვიდეოს დავდებ ბიუჯეტურ ადგილებზე კოპენჰაგენში და ზოგადად რომელ აპებს იყენებს ზოგადად ხალხი აქ საცხოვრებლად. მანამ ესეთ პატარა ვიდეოებსაც ჩაგიწერთ. სავარაუდოდ პატარა გამოვა, თუმცა ცოტა შედარებით ლაითი. ეს არის ჩემი საყვარელი პარკი კოპენჰაგენში, ერთ-ერთი. ჩემი საყვარელი ცენტრში, მოდი ასე ვიტყვი რა, იმიტომ რომ აქ როგორი პარკებია, იცით ზოგადად, აი ძალიან მოწესრიგებული, ძალიან გასუფთავებული, ბალახი ბალახს არ გავს ჩემი აზრით, იმიტომ რომ ძალიან ხელოვნურად ლამაზია. ხო და ზოგჯერ გბეზდება. მე მაგალითად მბეზრდება ხოლმე ყოველთვის აი Kings Garden-ში გასვლა, იმიტომ რომ აი ულამაზესი ბაღია, ძალიან სუფთა, აი ძალიან მოწესრიგებული, ლამაზი, ყველა ბალახი ერთი ზომის არის, ყველა ერთი ზომის არის, მაგრამ აი რაღაც მომენტში ძალიან მენატრება ხოლმე აი ესეთი ბალახის და ხის ნახვა, როგორიც თვითონ იზრდება რა, ყველა ერთი ზომის ხო არ არის. ხო და ამ პარკში მოვდივარ ხოლმე, იმიტომ რომ დაახლოებით ეგეთი არის. თან კოპენჰაგენში ხო იცით რომ აღმართები და აღმართები არ არის, იმიტომ რომ მთები არ გვაქვს. და ძალიან პატარა გორაკები არის, ცოტა მოშორებით ცენტრში არა. ხო და აი აქ არის პატარა გორაკები, ერთადერთი პარკია, სადაც რომელიც ცენტრშია და ეგეთი პაწკალა აღმართი აქვს. ხო და რომ მოვდივარ ხოლმე თავს უფრო ისე ბუნებრივ პარკში ვგრძნობ რა. და მზე გამოვა თუ არა, ეგრევე აქ მოვდივარ, თან ჩიტამაც დაიწყეს ჭიკჭიკი და მგონი გაზაფხული მოდის. ამ დღეებში უკვე 8 გრადუსი გვექნება, არა და გუშინ წინ -8 იყო. დღეს ვიფიქრე რომ მოდი ჩემს ხასიათს მივყვებით. ხო და ესე ძალიან ბევრ არაფერს არ დავგეგმავ, მაგრამ მაინც თავშით დამეგეგმა რაღაცაები და სანამ აი საღამო მოვა და ჩემს გეგმებს შევუდგები, ცოტა ხანს მინდოდა რომ გამოსულიყავი სუფთა ჰაერზე მესეირნო პარკში მუსიკისთვის მომესმინა და აი საერთოდ არაფერი გამეკეთებია. ზუსტად ეხლა რასაც ვაკეთებ. ხო და მთელი დღეა ვუსმენ Beatles. Beatles არის პირველი ჯგუფი, რომელმაც დამაწყებინა კარგი მუსიკის მოსმენა. იცით ალბათ ზოგმა უკვე რომ ძალიან მიყვარს როკი, ძალიან მიყვარს light metal-ი, ასევე კლასიკური მუსიკაც ძალიან მიყვარს, იმიტომ რომ კლასიკური მუსიკალური სკოლაც მაქვს დამთავრებული და აი პირველად მახსოვს სკოლის მოსწავლე რო ვიყავი, YouTube-ზე ვიპოვე Beatles-ის ვიდეოები და აი დავიწყო Beatles-ის მოსმენა და მე შევყავი და მოკლედ ყველა კარგი ბენდი რაც ვიცი ხა და რასაც მოსმენ დაიწყო Beatles-იდან და გავიაზრე რომ ძალიან დიდი ხანი არ მომისმენია. დღეს ვუსმენდი დილით და აი ვერ აღგიწერთ ესე ძალიან ბოლოს რომელი სიმღერის და ჯგუფის მოსმენა მე სიამოვნა მართლა არ მახსოვს. ხო და რასაც ვუსმენ მთელი დღე აღწერაში დაგილინკავთ და თქვენც თუ იცით აი ძალიან კარგი და ისეთი უცნობი სიმღერები რომელიც შეიძლება მე არ ვიცოდე. გამოვუშვით. გადასარავი მზე არის და თან ისეთი მზეა რომელიც მართლა მუშაობს. თუმცა მაინც ყველაფერი მოყინულია და ცოტათი ცივა. დღეს დილით ძალიან გაგვახარმა ესე იგი ამ ელემენტარულ წინადადებას რომ მესამედ წერ მგონი მომეყინა პირი. ვაიმე პირი არ ვიცი, მაგრამ ხელი კი მომეყინა ნამდვილად. დღეს ძალიან გაგვახარა ჩვენმა შენობის ხელმძღვანელმა, ესე იგი ყველა შენობას აქ ყავს ხოლმე ხელმძღვანელი, რომელიც ყველაფერს აკეთებს რა, ეს კაცი არის ჩვენი ანუ ყველაფერი რაც ფუჭდება ის აკეთებს, რაღაცა ღონისძიებებს გეგმავს, ყველაფერს აკეთებს და მიდის რამ თვეში უკვე ტოვებს სამსახურს, იმიტომ რომ უკვე შედარებით ასაკიანია და აღარ უნდა მუშაობა. ხო და დაგვიტოვა თავისი ყველა ფირსაკრავები არა, მაგრამ თვითონ ფირები, აი ვაინილს, რასაც ეძახიან records. ძალიან ბევრი ის, დაახლოებით 4-5 და თითო ყუთში კი იყო 1-20-30 მაინც და რამოდენიმე ძალიან კაი აღმოვაჩინე, 5 ავიღე, იმიტომ რომ ბევრი ვცხოვრობთ ამ შენობაში და არ მინდოდა ეხლა ძალიან ბევრი რო ამეყო, უფასო იყო რა თქმა უნდა და შემხვდა რა მოვძებნე დავით ბოუი, აბბა,
Elvis Presley, კიდევ იყო ბახი, იმიტომ რომ კლასიკური მუსიკა ძალიან მიყვარს და მეთქი რატომაც არა. და მეხუთე არ მახსოვს The History of Rock. მგონი ესე ერქვა და სხვადასხვა ბენდების, როკ ბენდების მოკლედ სიმღერები იყო ჩაწერილი და ისე გამიხარდა. ეხლა ერთადერთი რაც დამრჩა არის თვითონ ფირსაკრავის ყიდვა. ან იქნება ეგეც ვინმე მაჩვიქოს. დღეს ცოტა დანიურშიც მაქვს სამეცადინო. იმიტომ რომ დანიურის გაკვეთილები დავიწყე, ისევ მესამე დონეზე ვარ და სხვათა შორის არ მიდის, ცუდად მშვენივრად მიდის. და უნდა ვიმეცადინო, იმიტომ რომ მე როგორ ვიცი ხოლმე, იცით, აი ბოლოს რაღაცა ბოლო ერთი კვირა რო რჩება, მაშინ ვიწყებ ყველაფრის გადახედვას და იმ ხელა სტრესი მაქვს ხოლმე, რომ აღარ მინდა რა ეგ რო გავუკეთო ჩემს თავს უნდა შევეშვა. ხო და ამიტომ საშინაო დავალებებს გავაკეთებ ხოლმე ყოველთვის. დანიურის გარდა მაქვს ერთი coffee date. შეიძლება ეს დაგაინტერესოთ, იმიტომ რომ ადრე ვიდეოებში როცა მიხსენებიო ხოლმე ამ coffee date-ებზე მისვამთ კითხვებს. ხო და coffee date ახლა ძალიან მოკლედ რო გითხრათ, ეს არის ჩვეულებრივი date არა, ჩვეულებრივი შეხვედრა. ნებისმიერ ადამიანთან ვისი პროფესია თუ მოგწონს და ვისთანაც გინდა გასაუბრება რაღაცა კარიერასთან დაკავშირებულ საკითხებზე. ხო და უმეტესად აქ LinkedIn-ზე შედიხარ, ან შეიძლება ნაცნობი იცოდე და უკავშირდე და უთხრა რომ შენი პროფესია არის საკეთებ, ნუ ძალიან მომწონს, მეც კუთხით მინდა განვითარდე და მოდი შევხვდეთ ყავაზე და გავისაუბროთ. ხო და ისინიც ძალიან დიდი სიამოვნებით გვხვდებიან ხოლმე, იმიტომ რომ თვითონ კულტურაა ეგეთი. ხო და ერთი გოგო ნახე LinkedIn-ზე, რომლის სამსახურის ძალიან მომწონს, ისიც ზუსტად იმას აკეთებს, რაც მე მინდა რომ გავაკეთო, რაღაც sustainability communications სპეციალისტია და ძალიან საყვარელ კომპანიაში მუშაობს. ხო და ძალიან ხშირად ხდება ისეც, რომ მე ეს coffee date-ები რეფერალებისთვის გადგება. ამიტომ მაგ შეხვედრისთვისაც მინდა მომზადება, რომ რაღაცა კონკრეტული კითხვები მქონდეს. ყველაფერი გაყინულია. არა და ეს პარკი გაზაფხულზე ზაფხულში არის ულამაზესი, მართლა. მოკლედ გავიყინე, წავედით ახლა სადმე კაპუჩინო ავიღოთ. ან იცი რა ვქნათ, ყავას იმდენად აღარ ვსვამ ბევრს. თავისუფლება მივეცი, რომ კვირაში მხოლოდ 2 ყავა დავლიო და მგონი უკვე დალეული მაქვს. არა, ერთი მაქვს დალეული. კაი, ან კაპუჩინოს ავიღებ, ან კარამელ მაკიატოს. წავედით. ეხლა დავინახე 3 გოგო თავიანთ ბავშვებთან ერთად და რაღაცა ფაქტის გამახსენდა, რაც მინდოდა რომ აქაც მომეყოლა. იმიტომ რომ ერთი TikTok-ის ვიდეო დავდე იმაზე, თუ რატომ ტოვებენ დანიელი დედები ბავშვებს გარეთ ზამთარში რა, ეგ მართლა აკეთებენ მაგას და იმდენი კომენტარი იყო იმ ვიდეოზე რა. ზოგმა ლანძღა დედების, ზოგმა მემლანძღა. ხო და ძალიან მეცინებოდა. მოკლედ ეგეთი ამბავი არის, მართლა ტოვებენ დანიელი დედები ბავშვებს, ჩვილ ბავშვებს ზამთარში გარეთ. იმიტომ რომ ნამდვილად ჯერათ და ფიქრობენ რომ ეს ყველაფერი, ანუ გარეთ დატოვება ბავშვების მათ იმუნიტეტზე ძალიან კარგად აისახება და აჩვევენ რა მოკლედ მკაცრ ზამთარს. თან ამასთანავე, ანუ იმდენად ნდობაზე არის ყველაფერი დამყარებული დანიაში, ანუ იმდენად ყველას ენდობა, რომ ძალიან ჩვეულებრივი ამბავია დედამ ჩვილი ბავშვი გარეთ რო დატოვოს, შევიდეს კაფეში თავის მეგობართან ერთად, რაღაცა 1 საათი ან ნახევარი საათი ყავა დალიოს, ან შევიდეს საყიდლებზე მაღაზიაში და ბავშვი გარეთ დატოვოს. მოკლედ ძალიან ჩვეულებრივი ამბავი არის რა და ზუსტად იცის, აი 1% ეჭვიც კი არ ეპარება, რომ ან ბავშვი არ დახვდება, ან რაღაცა მოვა თავის ბავშვს. აი ყველას ენდობა ასეთი ნდობაზე დამყარებული ქვეყანა არასდროს კი არ მიცხოვრი, არც კი გამიგია აქამდე. ხო და ეგეთი ამბავია და გამახსენდა, რომ კი TikTok-ზე კიდევ ერთი ვიდეო, მაგრამ მგონი თქვენთან არ მიხსენებია YouTube-ზე. ხო და თქვენ რას ფიქრობთ ისე მაგაზე? თქვენ არ ტოვებთ ხოლმე თქვენ შვილებს გარეთ? აი გავიყინე, წავედით, რამე თბილი დავლიოთ და იქნებ წავიმუშაოთ.
გადავწყვიტე, რომ სახლში მოვსულიყავი და სახლში მოგვს ძალიან კარგი ჩაი, კენკრის და ის უბრალოდ ეგ ჩაი მინდოდა, ამიტომ კომფორტულად ასევე ყოფნა ჩემს ოთახში და ჩაის დალევა ალბათ უფრო უკეთ მომზადები დანიურისთვის. ამიტომ კაფეში წასვლა გადავიფიქრეთ ამჯერად. ეს ჭიქა გაჩვენეთ ჩემმა მეგობარმა მაჩუქა სკოლაში რო ვიყავით, აი მგონი აბიტურიენტობის წელს მაგ დროს დაახლოებით 6-7 წლის ჭიქა არის ჩემი გამოსახულებით. ანუ ყველგან ერთადერთი ჭიქა არის, რომელიც ყველგან დამაქვს, სადაც არ უნდა გადავიდე საცხოვრებლად. ერთადერთი ჭიქა. ძალიან ბევრი ჭიქა მაქვს ზოგადად რაღაცა პერსონალური და ძალიან მიყვარს განსხვავებული ჭიქები, მაგრამ ეს არის ჩემი ფავორიტი. ეს არის მინი მე. ამას წინათ ერთ-ერთ ჯგუფში დაპოსტა ერთმა გოგომ, გადავდივარ კოპენჰაგენიდანო და ორი ყვავილი მაქვსო, რომელიც მინდა რომ გავაჩუქო და მივწერე და მაჩუქა ეს ორი ყვავილები, იმიტომ რომ ყოველთვის მინდოდა აი დიდი და ლამაზი მწვანე ფოთლოვანი ყვავილები ოთახში. ხო და მოვიტანე, ჯერ როგორ მოვიტანე ეს ორი ამ სიმძიმე ყვავილი, ეგ კიდე ცალკე ამბავი არის, უბრალოდ ვერ მოახერხე ფიზიკურად ვერანაირად ვიდეოს ჩაწერა, თორე ძალიან სასაცილო გამოვიდა და მოვიტანე და ახლა დავდგი ოთახში, არის ულამაზესი. აი ამისთვის ცალკე ადგილი არ მაქვს და ამიტომ ჯერჯერობით სკამზეა, თუმცა აუცილებლად ვუყოვი ადგილს. თან ისეთი მინდა რომ სინათლეც გქონდეს. და მეორე მგონი კარგად არის. ცოტა გაყინულია, იმიტომ რომ გოგოს გარეთ ედო ცოტა ხანს და ყინვა იყო იმ ღამეს და ცოტა კი არის გაყინული, მაგრამ მე ვშოს მოვული. თან ყოველთვის მოყვარდა ყვავილები, თუმცა ცოტა დილეტანტი ვარ ამ საკითხში, არ მიყვარს ყვავილები, თუმცა აი ძალიან კარგად ყველა ყვავილის ესე მოვლა, არ ვიცი. ხო და ეხლა მინდა რომ მქონდეს ორი დიდი, აი საკუთარი მხოლოდ ჩემი ყვავილი, რომელსაც მოვული, იმიტომ რომ ყოველთვის სახლში მქონდა ძალიან ბევრი ყვავილები, თუმცა უმეტესად იყო ან დედაჩემის, ან ბებოსი. და მეც რა თქმა უნდა თავს დიდად არ ვიწუხავდი ხოლმე მომისთვის და ნახეთ ეს სილამაზე, თან ეს ყვავილი რო აქ რა ლამაზი არის. რაღაც ფოთლების ნაწილები მოვაჭარი, იმიტომ რომ ძალიან გაფუჭებული ქონდა ყინვისგან და მეორე არის აი ეს კაქტუსია, როგორც ვიცი და თან მგონი ყვავილებიც აქვს ხოლმე ზამთარში. კიდე ეს გავახარე ნარცისები. ოღონდ ახლა უკვე ჭკნება. მე თვითონაც გამიკვირდა რომ გავახარე. და ესეც ჩემი ხედი ფანჯრიდან. ახლა მე არის ხოლმე უსაყვარლესი, როცა განათებებსაც ვრთავ. დავასრულე შეხვედრა, უსაყვარლესი გოგო იყო. ძალიან ბევრი რჩევა მომცა და მოკლედ ძალიან სასიამოვნო მოსაუბრე იყო. ეხლა დანიური მაქვს 9 საათში. ესე იგი, შევედი კაფეში სასაუბროდ და იყო სინათლე და გამოვედი და უკუნითი სიბნელე, ან როდის უნდა დამთავრდეს ეს უსასრულო ზამთარი, არ ვიცი. მაგრამ it's getting better. მე ცხელი შოკოლადი დავლიე, მაგრამ ეხლა ისე შემცირდა სანამ სახლში მოვედი, რომ მგონი ერთ ჩაის კიდე დავლევ დანიურზე წასვლამდე. წავედით ახლა მოვიდეთ დროებით. Selv har været en del af, og I får også muligheden for at snakke om jeres egen tradition. ან დავასრულე დანიური და დანიურამდე თუ ჩემი გონების ერთი უჯრედი მაინც მუშაობს ძალიან გადახლილი დღის მერე. აი დანიურს მერე ის ერთიც კვდება. იმდენად ინტენსიური კლასი მაქვს ხოლმე კვირაში ორჯერ 2 საათით, 2 საათს და 20 წუთით. და ძალიან აქტიური მასწავლებელი მყავს, რომელიც მხოლოდ დანიურად საუბრობს, ან ინგლისურად სიტყვასაც არ ამბობს და მე ხა ჯერ იმდენად დაძაბული ვარ, რამე არ გამომჩას, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ჯგუფური სამუშაო გვაქვს ხოლმე. და თან ანუ ჯგუფში როცა მუშაობ, რაღაცა კონტრიბუციას ყველა ელოდება შენგან, იმიტომ რომ ჯგუფური მუშაობა არის ხა. ესე დაჯდა და მიზარება. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დაღლილი ვარ ხოლმე. და აი არაფრის თავი არ მაქვს, მაინც თავს ძალას ვატან.
ხო და ეხა ერთადერთი რაც შემიძლია რომ გავაკეთო ის ჭამა და მე ალბათ ჩემს ჟურნალს დავწერ, იმიტომ რომ დიდი ხანია ჟურნალინგი აღარ გამიკეთებია და არ და ძალიან მეხმარება ხოლმე. აბა შემდეგი ხვდრამდე დროებით